წითელი და შავი ღვინო, მოტკბო, მშრალი და შუშხუნა, ქინძმარაული, რქაწითელი, მუკუზანი, საფერავი, არჩევანი რა თქმა უნდა დიდია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფესტივალს მასპინძლობს. რიგით მე-7 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა 90-მდე კომპანიამ მიიღო. როგორც აქ შეკრებილები ამბობდნენ, წელს ამ ფესტივალისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. ღონისძიებაზე მისულ ღვინის მოყვარულებს კი ორგანიზატორები მრავალ სიახლესა და სიურპრიზს პირდებიან. წარმოდგენილი გვაქვს სრული სპექტრი ჩვენი ღვინის პროდუქციის. დაწყებული თეთრი მშრალი, თეთრი ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი, ვარდისფერი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი და წითელი მშრალი, ასევე ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი. ჩვენ გვაქვს საკუთარი ვენახები 320 ჰექტარი. მხოლოდ ჩვენი საკუთარი ვენახები და ვაწარმოებთ ღვინოს. საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. შალვა ფიფიამ თავის გამოსვლაში ექსპოზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იუნესკოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჩვენ გვაქვს 8000 წლიანი მემკვიდრეობა, უწყვეტი ისტორია ღვინის წარმოებისა, ამიტომ ასეთი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ყოველ წელს წინასწარმეტყველამდე ეს გამოფენა არის ხუდოხო იზრდება, ემატება დამატებითი ღონისძიებები, უფრო მეტი ქვეყანა და მეტი კომპანია მონაწილეობს ამ გამოფენაში. 10-მდე ქვეყანის 70-ზე მეტი მწარმოებელია წარმოდგენილი. ყველა ღვინის ქვეყანას აქვს თავისი გამოფენა, თავისი საერთაშორისო კონკურსი. ჩვენ უკვე მე-7 წელია ამას რეგულარულად ვაწყობთ და ვატარებთ. ეს რა თქმა უნდა უზაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. უკვე მე-6 წელია მეღვინეობა ხარება საერთაშორისო გამოფენის აქტიური მონაწილეა. ღვინის მოყვარულებს კომპანია 30-მდე დასახელების პრემიუმ კლასის სასმელის დეგუსტაცია შესთავაზა. როგორც ცნობილია, მეღვინეობა ხარება ღვინოს როგორც უძველესი მეთოდებით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით აწარმოებს. მეღვინეობა ხარება ამ ექსპო ჯორჯიის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში იღებს ყოველწლიურად მონაწილეობას. წელსაც ჩვეულებისამებრ წარმოდგენილები ვართ ჩვენი სხვადასხვა დასახელების ღვინოებით. მათ შორის მე დავუნიშნოთ წარმოდგენილია უნიკალური ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინოები, რომელიც ხაზს გაუსმავ, რომ იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა და დღეს ყველა აქ მოსულ სტუმარს აქვს საშუალება მოგზავნოს და დააგემოვნოს. ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე უკვე მეორე წელია მონაწილეობას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის წარმომადგენლები ღებულობენ. მონასტრის ნობათმა 4 სახეობის ღვინო წარმოადგინა და დამთვალიერებლებს სიახლეც შესთავაზა. გვაქვს წარმოდგენილი 4 სახეობის ღვინო და მეორე წელია უკვე მონაწილეობას ღებულობთ. გასულ წელს ოქროს მედალი მოვიპოვეთ საქართველოში. თუმცა სახელავი დავამატეთ წელს კიდევ ერთი ღვინო. ვაწარმოებთ სუფთად ცოცხალი ღვინოა, არამედ ქიმიური დამაერთი არ აქვს. ღვინის მოყვარულებს დარგის მნიშვნელოვან სიახლეებსა და საინტერესო ფაქტებს ახალი ჟურნალი ღვინო მიაწვდის. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გამოსული პერიოდული გამოცემის წარდგინება დღეს ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ეს არის ჟურნალი, რომელიც ძალიან ხალისიანად, ხატოვნად, არატექნიკური ენით მოყვება ღვინოზე და მასთან დაკავშირებულ კულტურებზე. აქ თქვენ ნახავთ მოულოდნელ ავტორებს, ხშირ შემთხვევაში სატელევიზიო ჟურნალისტებს, თქვენ ნახავთ მოულოდნელ თემებს და აი ყველაფერი მინიმუმს, რაც ყველა კულტურულმა ადამიანმა უნდა იცოდეს ღვინოზე, ქართულ ღვინოზე და არა მხოლოდ ქართულზე. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ყველის დაგემოვნებაც შეეძლო. ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ფესტივალი ტურისტებისა და უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ფესტივალს 8 ივნისამდე უმასპინძლებს.